მე-19 საუკუნის შუა პერიოდში გორში ვაჭრობდა თითქმის ყველა მოზრდილი გორელი მამაკაცი. ვაჭრობდნენ ქსოვილებით, არყით, ღვინით, სურსათ, სანოვაგით. იმ პერიოდში გორში ფუნქციონირებდა შემდეგი დუქნები: პურის 15, ფართლეულის 39, 6 საყასბო, 27 სხვადასხვა საწვრილმანოს დუქანი, 18 სამკერვალო. ამასთან ღვინის 8 სარდაფი და 13 სასადილო ყოფილა. მთლიანობაში მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გორში 120 დუქანი ფუნქციონირებდა. აღნიშნულ პერიოდში გორის მოსახლეობა 3500-ი ადგენდა. მოსახლეობის რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდებოდა დუქნების რაოდენობაც. გორელ ვაჭრებს საზღვარგარეთიდან შემოჰქონდათ შალი, ირანული ქსოვილები, მყინვარშაქარი, ყავა, თამბაქო, ლიმონი, ფაიფურის ჭურჭელი, დანები, საწერი ქაღალდი. მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში გორის მაზრაში ძირითად მიმართულებად განვითარებულა სოფლის მეურნეობა და თბილისს ძირითადად გორი ამარაგებდა ხილით და ბოსტნეულით.